როგორ არ მოვიმატოთ წონაში დარღვევის დროს. ანუ ბევრი ადამიანი არის ახლა წონის კლების პროცესში და ხდება ხანდახან რომ ან დაბადების დღეზე მიდიხარ რაღაცა ნათლობაში, ქორწილში და გერღვევა და მე შეიძლება ყველაფერი აგერიოს ამის გამო და უკუსლა დაიწყო არა და ეს პრობლემა არ არის. ნახე გასწავლი მარტივ ხრიკს. პირველ რიგში გააკეთე ის, რომ სანამ დაიწყებ ნებისმიერი რამის ჭამას, წინასწარ დალიე წყალი და დაიწყე კვება ბოსტნეულით. ბოსტნეულში შედის საკვები ბოჭკოები, ისინი კუჭში არსებული ბაქტერიების გააქტიურებას აკეთებს, პლუს იმას რასაც ჭამ 4-5 სწრაფად ინელებ. მეორე დღეს თუ არა აიწონები, ჩვეულებრივად გააგრძელებ კვებას. მესამე დღეს დადგები სასწორზე და შეიძლება პირიქით დაკლებული კონდეს წონა. ანუ ერთი დღე შეიძლება რაღაცა ციფრზე აისახოს, მაგრამ ცხიმის მატებას ეს არ მოახდენს და ის საკვები ბოჭკოები ყველა ნარჩენებს გარეთ გამოიტანს და მარტივად მოინელებ. თავარი არის ის, რომ ხელი არ ჩაიქნიო დარღვევის დროს. ანუ ერთ დარღვევას მეორე და მესამე არ მიაბა. ხშირად ხდება ისე, რომ დავარღვევთ ხოლმე და ვიცახით, რომ ბარემ დავარღვიე, მოდი ახლა კიდე ამას შევჭამ, ხვალიდან გავაგრძელებ ზეგიდან და საერთოდ ვიქნიოთ ხელს. ანუ პირველ რიგში გააკეთე ის, რომ მეორე დღიდან ჩვეულებრივად გააგრძელე. მეორე დღიდან კი არა, იმ საღამოსვე ჩვეულებრივად გააგრძელე და ყველა სუფრაზე კვება დაიწყე უბრალოდ წყლით და ბოსტნეულით.